ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოითხოვს გამოძიება დაიწყოს კამალა ჰარისის მიერ თავისი წინასაარჩევნო კამპანიის მხარდაჭერის სანაცვლოდ ცნობილი ადამიანების შესაძლო დაფინანსების საკითხზე. რამდენი გადაუხადა კამალა ჰარისმა ბრიუს სპრინგსტინს ცუდი მუშაობისთვის წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიისას, რატომ აიღო მან ეს ფული, თუკი კამალას ასეთი თაყვანისმცემელია. ეს არ არის მსხვილი და უკანონო შენატანის წინასაარჩევნო კამპანიაში და რამდენი დახარჯა ბიონსეზე, ოპრასა და ბონოზე. მე მოვუწოდებ ამ საკითხის სერიოზული გამოძიებისკენ. კანდიდატებს არ აქვთ უფლება მხარდაჭერისთვის ფული გადაიხადონ, რაც კამალამ გააკეთა გართობის დაფინანსების საფარქვეშ. გარდა ამისა, ეს იყო ძალიან ძვირადღირებული და სასოწარკვეთილი მცდელობა იმისა, როგორმე გაეზარდა დამსწრეთა რაოდენობა. ეს უკანონობაა. ამ არაპატრიოტი არტისტებისთვის ეს ყოველთვის იყო კორუმპირებული და უკანონო გზა ფული ეშოვათ ამ ჩამოშლილ სისტემაზე. მადლობას გიხდით ამ საკითხის მიმართ ყურადღებისთვის, განაცხადა ტრამპმა. კრემლი და თეთრი სახლი ზელენსკის კვლავ მეორე პლანზე წევენ და არ განიხილავენ მას როგორც საკვანძო მომლაპარაკებელს კონფლიქტის დარეგულირებაში, წერს პორტუგალიური გამოცემა პაბლიკო. შეერთებული შტატების წამყვანი როლი რუსულ-უკრაინულ მოლაპარაკებებში და შესაძლო შეხვედრა ტრამპს და პუტინს შორის კიევს კვლავ დამკვირვებლის მდგომარეობაში აყენებს. მოლაპარაკებების ბოლოდროინდელმა რაუნდმა სტამბოლში, რამაც ურთიერთბრალდებების და შეურაცხყოფის ფონზე ჩაიარა, საგრძნობის შედეგი ვერ გამოიღო, თუმცა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების როგორც შუამავლის მნიშვნელობას. ტრამპის ადმინისტრაციამ თავად პრეზიდენტის და სახელმწიფო დივნის მარკო რუბიოს სახით მკაფიოდ გამოხატა, რომ მშვიდობისკენ მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ ვაშინგტონს და მოსკოვს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებით. უკრაინას ამ ფორმულაში მეორე ხარისხოვანი როლი აქვს და იძულებულია იმოქმედოს ევროპელი მოკავშირეების ზეწოლის ქვეშ. მართალია რუსულმა დელეგაციამ სტამბოლში საკუთარი პირობები უკვე გაახმოვანა, თუმცა კრემლმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კიევს ცეცხლის შეწყვეტისთვის მოთხოვნების ოფიციალურ ჩამონათვალს გაუგზავნის. უკრაინისთვის და ევროკავშირისთვის ეს საკვანძო საკითხია, მაშინ როცა მოსკოვი მოითხოვს, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს მოლაპარაკების პროცესის შედეგი და არა დასაწყისი, როგორც ეს უკვე იყო მაგალითად კორეაში ან ვიეტნამში. ამ პირობების ადრესატი მხოლოდ უკრაინა არ არის, არამედ შეერთებული შტატებიცაა, რომელსაც მოსკოვი თავის ძირითად ოპონენტად და დიალოგში პარტნიორად განიხილავს. ასევე მოსკოვი არ გამორიცხავს შეხვედრას პუტინს და ზელენსკის შორის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დელეგაციების დონეზე წინასწარი შეთანხმება შედგება. ზელენსკის მცდელობა პირადად შეხვდეს პუტინს, შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკურ იმპროვიზაციად აღიქვა, რამაც მხოლოდ გააძლიერა რუსეთის მისწრაფება განაგრძოს მოლაპარაკება მხოლოდ ვაშინგტონთან. გარდა ამისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპს არ მოეწონა ზელენსკის ნაჩქარევი ქმედებები და მის მიერ რუსეთის პრეზიდენტის გამოწვევა. სწორედ ეს გახდა სტამბოლის შეხვედრაზე დაძაბული ატმოსფეროს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ნათქვამია სტატიაში. შეერთებული შტატები თავის მხრივ მსონსდებს კრემლთან დახურულ ორმხრივ მოლაპარაკებაზე და ზეწოლას ახდენს კიევზე, რომ მან გაიზიაროს ამ ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმებული გადაწყვეტილება. ევროპას ამ კონფიგურაციაში სტატისტის როლი აქვს პოლიტიკური მონაწილის, რომელსაც გავლენის რეალური ინსტრუმენტები არ გააჩნია და შეზღუდულია ვაშინგტონის პოზიციის დამიშიშით. ტელეგრაფის ცნობით, დიდ ბრიტანეთში სკოლის მოსწავლეებს ასწავლიან, რომ სტოუნჰენჯი შავკანიანმა ადამიანებმა ააშენეს. ანალიტიკური ცენტრის Policy Exchange-ის თანახმად, ქვეყნის ისტორიის საგანგაშო სასკოლო პროგრამების დეკოლონიზაციისკენ მისწრაფება ძალიან შორს წავიდა. ციკლში სახელწოდებით ბრწყინვალე შავი ბრიტანული ისტორია, რომელსაც დღემდე იყენებენ სკოლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამტკიცებს, რომ ბრიტანეთი შავკანიანების ქვეყანა იყო თეთრი ადამიანების გაჩენიდან 7000 წლამდე. ანალიტიკურმა ცენტრმა აღმოაჩინა, რომ ზოგად საგანმანათლებლო სკოლების 83%-მა შეცვალა თავისი სასკოლო პროგრამა ისტორიის საგანში მათი დეკოლონიზაციის მიზნით, რაც ჩვეულებრივ გულისხმობს ისეთი თემების შემცირებას ან პროგრამიდან ამოღებას, რომლებიც თეთრკანიანების მამაკაცების ან ევროპულობისთვის ზედმეტად სასარგებლოდ მიიჩნევა. ანგარიში ნათქვამია, ზოგიერთ შემთხვევაში ამას დადებითი გავლენა ჰქონდა, რადგან მოსწავლეებს აზია
აზიარებდნენ მრავალფეროვან და ცოდნით გამდიდრებულ კვლევებს, რომლებიც უკვე მოიცავენ ბრიტანული ისტორიის საკვანძო სფეროებს, როგორებიცაა ქალთა საარჩევნო მოძრაობა, ასევე მსოფლიო ისტორიის უფრო ფართო სპექტრი. თუმცა ბევრ შემთხვევაში პროცესი ზედმეტად შორს წავიდა, რამაც გამოიწვია წარსულის ფაქტების რადიკალური და სადავო ინტერპრეტაციების სწავლება, ან ის, რომ ისტორიის ძირითადი მამოძრავებელი ძალების ღრმა შესწავლა შეიცვალა ანეკდოტმა საინტერესო ბიოგრაფიის შესახებ. გამოუვიდა უამრავი შემთხვევა, როდესაც უხარისხო რესურსებს იყენებდნენ სადავო ნარატივების, როგორც ფაქტების სასწავლებლად, ნათქვამია ანგარიშში. მაგალითად, ერთ-ერთ წიგნში, რომელსაც სკოლებში იყენებენ, ნათქვამია, რომ სტოუნჰენჯი ააშენეს შავკანიანმა ადამიანებმა, ხოლო უფასო რესურსებში, რომლებსაც კლასებში იყენებენ, მიესალმებიან მონის სასქესო ორგანოზე ოპერაციას, როგორც სქესის შეცვლის ფორმას. ირანის უმაღლესმა ლიდერმა აითოლა ჰამენიემ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უნდა წავიდეს რეგიონიდან, ხოლო სიონისტური რეჟიმი არის კიბო და ის უნდა მოიკვეთოს. თუკი ამერიკა ვერ უზრუნველყოფს ამ რეგიონში უსაფრთხოებას და სტაბილურობას და თუკი ადამიანები ვერ იცხოვრებენ აქ მშვიდად, ის უნდა წავიდეს. ეს რეგიონი ჩვენ გვეკუთვნის და ჩვენ თავად გადავწყვეტ ჩვენ ბედს. ამერიკული ჩარევის, ომების და კორუფციის გარეშე სიონისტური რეჟიმი ისრაელი რეგიონის ყველაზე სახიფათო სიმსივნეა. ჩვენ სიონისტური რეჟიმის წინააღმდეგი ვართ და ის უნდა ამოიკვეთოს. რეგიონი ვერ იქნება უსაფრთხო, ვიდრე ის არსებობს, განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა. რუსეთს და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პერიოდში ახალი სანქციების დაწესებით ევროკავშირი აბსოლუტურად არაგულწრფელია, როდესაც ამბობს, რომ უკრაინაში მშვიდობა სურს, განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა რობერტ ფიცომ. მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის და გუშინ გავოგნდი, როდესაც მოვისმინე, რომ ჩვენ სასწრაფოდ უნდა მივიღოთ უზარმაზარი სასანქციო პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ. ღმერთო ჩემო, ახლა, როდესაც როგორც იქნა გამოჩნდა მოლაპარაკებების პირველი ნიშნები, მათ სულ ცოტა მოილაპარაკეს ტყვეების გაცვლაზე და მოლაპარაკებები გაგრძელდება. ხოდა ვის უნდა ახლა ომი და ვის მშვიდობა? როგორ შეიძლება, რომ როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები მიდის, სწორედ მაშინ მოამზადო სანქციების მასირებული პაკეტი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ეს მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ მთელი ეს ლაპარაკი, რასაც მე დასავლეთში ვისმენ, აბსოლუტურად არაგულწრფელია. თუკი საქმე მართლაც ეხება მშვიდობისკენ სწრაფვას. უცებ ყველა მშვიდობაზე ალაპარაკდა და აქამდე სად იყვნენ? 3 წელი უკრაინელებს და რუსებს ამ ომში ერთმანეთს აკვლევინებენ. ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობს გეგმაზე, რომლის თანახმად 1 მილიონი პალესტინელი ღაზიდან ლიბიაში უნდა გადასაყლდეს. NBC News-ი თავის ვებგვერდზე აქვეყნებს სტატიას, რომელშიც თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გეგმა საკმაოდ სერიოზულად მიიჩნევა და ადმინისტრაციამ ის უკვე განიხილა ლიბიის ხელმძღვანელობასთან. მიუხედავად იმისა, რომ დეტალები უცნობია და საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. გამოცემის წყაროს თქმით, პალესტინელების გადასახლების სანაცვლოდ ადმინისტრაციას პოტენციურად შეუძლია ლიბიას მილიარდობით დოლარი გამოუყოს. ლაპარაკია თანხაზე, რომელიც შეერთებულმა შტატებმა 10 წელზე მეტი ხნის წინ გაღინა. ჰამასის მაღალჩინოსანმა ბასემ ნიმამ განაცხადა, რომ ორგანიზაციისთვის უცნობია ლიბიაში პალესტინელების გადასახლებასთან დაკავშირებული რაიმე განხილვაც კი. პალესტინელები თავიანთ სამშობლოსთან ძლიერად არიან დაკავშირებულნი. ისინი მზად არიან იბრძოლონ და ყველაფერი შესწირონ საკუთარ მიწას, სამშობლოს, ოჯახების და თავიანთი შვილების მომავლის დაცვას. უთხრა გამოცემას ბასემ ნიმმა და აღნიშნა, რომ პალესტინელები ერთადერთი მხარეა, რომელსაც უფლება აქვს პალესტინელების სახელით მიიღოს გადაწყვეტილება მათ შორის ღაზასა და ღაზას მცხოვრებლებზე, რა გააკეთოს და რა არ გააკეთოს. ის საკითხი თუ რამდენი პალესტინელი წავა ნებაყოფლობით ღაზადან ლიბიაში საცხოვრებლად ღიად რჩება. ყოფილი ამერიკელი მოხელის თქმით, ერთ-ერთი იდეა, რომელსაც ადმინისტრაციის წარმომადგენლები განიხილავენ, გულისხმობს პალესტინელებისთვის ფინანსური სტიმულის მიცემას, როგორებიცაა უფასო საცხოვრებელის და სტიპენდიაც კი. ბუნდოვანია დეტალები, როდის და როგორ შეიძლება განხორციელდეს პალესტინელების ლიბიაში გადასახლების ნებისმიერი გეგმა. საქმე ეხება 1 მილიონ ადამიანს, რომელთა გადასახლების მცდელობაც დიდი ალბათობით სერიოზული დაბრკოლებებია.
ასეთი ძალისხმევა, როგორც ჩანს, ძალიან ძვირად ღირებული იქნება და გაუგებარია, როგორ დააფინანსებს მას ტრამპის ადმინისტრაცია. წარსულში ვაშინგტონი აცხადებდა, რომ არაბული ქვეყნები დაეხმარებოდნენ ღაზას აღდგენას ომის დასრულების შემდეგ, მაგრამ ისინი ტრამპის იდეას პალესტინელების მუდმივ გადასახლებაზე კრიტიკულად შეხვდნენ. ყოფილი ამერიკელი მოხელის თქმით, ლიბიაში პალესტინელების ჩასახლების ზუსტი ადგილი ჯერ განსაზღვრული არ არის. წყაროს ცნობით, ადმინისტრაციის წარმომადგენლები განიხილავენ ღაზადან ლიბიაში ადამიანების ტრანსპორტირების საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებს.